მოგესალმებით მალურ მხარჩენთან ერთად. მოგესალმები. თქვენთვის როგორც სოციოლოგისტვის, როგორც მოქალაქისთვის საქართველოს, როგორც სოციოლოგისტვის, რა ნახეთ დღეს, რა იყო, რასთან მქონდა საქმე? მივესალმებით თქვენს მაყურებელს უსამძიმრე პატრიარქის გარდაცვალებას. ხო, დღეს საქართველოს გლოვაშია და ავტორიტეტის დანაკარგი და თან პლუს ერთგვარი სასოწარკვეთილების შეგრძნება, რომ ამ ერთგვარი ავტორიტეტის ვაკუუმს ვინ შეავსებს, ამ ფუნქციას ვინ შეითავსებს, იმიტომ რომ ეს ერთგვარი პატრიარქალური ნდობა მამის მიმართ ამ ფუნქციას ასრულებდა პატრიარქი და აი ახლა ამ ფუნქციას ვინ შეასრულებს. ერთგვარი სანდო ინსტიტუტი იყო, თავად პატრიარქი შეიძლება ითქვას გახლავთ არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ინსტიტუტი და ახლა ამ ინსტიტუტის შეთავსების პრობლემა ალბათ ბევრისთვის, როცა ხედავენ, ან ფიქრობენ, ანალიზებენ მერმის. თავად პატრიარქის ავტორიტეტის გამომუშავებას ალბათ ჭირდება რაღაცა ისტორიული ანალიზი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან რთული ისტორია გქონდა. და ჩემი აზრით 1991 წლიდან 95 წლამდე საქართველოს გაიარა ერთგვარი კულტურული ანომიის მდგომარეობა, როცა კულტურა, არსებითად კულტურის ფუნქცია ეს გახლავთ ერთგვარი ქცევის მაორიენტირებელი ფუნქციის შესრულება და ტრადიციული ინსტიტუტები ამ ფუნქციას ვეღარ ასრულებს. იმიტომ რომ ჩამოიქცა ყველა ტრადიციული ინსტიტუტი, სახელმწიფოსთან დაკავშირებული ტრადიციული ინსტიტუტი, ჩვენ გადავიტანეთ ორი ომი და მესამე თავად აი სახელმწიფო გადატრიალება. და ამ პირობებში ადამიანებისთვის ძალიან რთული გასაგები იყო თავისი ქცევის ორიენტაცია რა კულტურული სისტემით უნდა მოეხდინა და სწორედ აი აქ ამ მომენტში ქართული საზოგადოებისთვის ერთგვარი მორალური ნავსაყუდელი აღმოჩნდა რელიგია, ქრისტიანობა და პატრიარქის ავტორიტეტი. აი ამ სასოწარკვეთილების გარებუებამ შექმნა დიდი აუდიტორია. მოთხოვნილება გაჩნდა. ამ გრევის ყველაფერი ინგრეოდა, ეკლესია შენდებოდა. აი ამ პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, ხო? დიახ, იმიტომ რომ იმ ვითარებაში, რა ვითარებაში ჩვენ აღმოჩნდით. ჩვენთვის რთული გასაგები იყო ამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კონკრეტულად როგორ გაგრძელდება ცხოვრება და ამ ცხოვრებაზე პასუხი ერთგვარი რაღაცნაირად აი ამ ქრისტიანულ მორალში იყო, ქრისტიანულ ხედვაში იყო და შეიძლება ითქვას, რომ აი ეკლესიის როლი ალბათ ჩვენი დამოუკიდებლობის სამ პერიოდს თუ კი გავაანალიზებთ, ხომ? პირველი ალბათ 2002 წლამდე სწორედ აი ამ მორალური მდგენელის ფუნქცია იყო ქართული საზოგადოების, აქ არ აქვს მნიშვნელობა პოზიციას პოლიტიკურ იდენტობას თუ ასე შემდეგ, რაღაც აი ამ პირველ ეტაპზე კონსოლიდირებული იყო საზოგადოება აი ამ მორალურ მდგენელზე. 2003-დან ალბათ 12-მდე შეიძლება ითქვას უკვე რთული პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე საპატრიარქოს ჰქონდა შემრიგებლური ფუნქცია ოპოზიციურ ძალებს შორის და პირისპირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის და 2012 წლიდან დღემდე საპატრიარქოს ჰქონდა აი ამ ღირებულებითი, ასე ვთქვათ, იდენტობების ღირებულებითი კონსტრუქციების ანუ გადარჩენის ფუნქცია. ხო, თუმცა ამასაც პოლიტიკური თვალსაზრისით მათ თუ აი 9 წელიწადში 2003 წლიდან 2012 წლამდე არსებობდა რაღაცნაირი თანასწორობა. მეტიც იმ ძლიერი ხელისუფლების, ძლიერი ძალაუფლების დამაბალანსებლად, ერთადერთ დამაბალანსებლადაც კი აღიქმებოდა, რომ ეს თანაბარი ძალაა. აი ესე რომ ვთქვათ, ივანიშვილმა ის უმცროს პარტნიორად გაიხადა ამ პირობებში და მეტიც ციანიდის საქმით საბოლოოდ გატეხა კიდეც რაღაცნაირად აი ეს ჩანს კიდეც, ხო, ერთ მის ჯანმრთელობას დაუზრუნდა და მეორე ხა ხო რაღაცები ნიშანდობლივი ადამიანი საოპერაციო მაგთაზე იწვა გერმანიაში და ამ დროს ის რასაც ის ყველაზე მეტად უფრთხილდებოდა რომ არ მომხდარიყო, სწორედ ის მოუწყვეს იმ დროს, როცა ნუ ეძინა. აი შეიძლება ასე ვთქვათ. ამაში ეს იყო სპეცოპერაცია ერთგვარი და მომაც იმუშავა. ხო, ეს ძალიან რთული ესეთი კომპლექსური საკითხებია, ძალიან სპეციფიურ დეტალების ცოდნას საჭიროებს. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ 2012-დან დღემდე ეს მანამდეც იყო, მაგრამ ალბათ უფრო სხვა განზომილებაში
მე როგორც ვაფასებ, ცხადია, შეიძლება სხვა სოციოლოგებს სხვა მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ქართული საზოგადოება ერთგვარად შევიდა რაღაცა კულტურულ კონფლიქტში. ერთი ტრადიციული თემი, როგორც ტიონის მერ დროს უწოდა გემაინშაფტის საზოგადოება და მეორე ფორმალური თემი, ქალაქის თემი, როგორც გეზენშაფტის საზოგადოება და ჩვენ ამ დაპირისპირებას ვხედავთ, ამ დაპირისპირების კონკრეტული გამოვლინება, თუნდაც ის საპროტესტო ნაწილი ახლა რაც არის წარმოდგენილი ერთწლიანი პროტესტის სახით და პოლიტიკური დაპირისპირების გარდა არსებობს საზოგადოებაში ღირებულებითი კონფლიქტი. ეკლესიას აქვს პოტენციალი, რომ აი ამ ღირებულებით კონფლიქტში აი შუამოვალის ფუნქცია შეითავსოს. ანუ აი თქვენ სტუმართან იყო საუბარი ახლა მომდევნო პატრიარქის ტვირთი როგორია, ხო? აი რა ფუნქცია უნდა შეითავსოს, რა უნდა იყოს მისი მთავარი ამოცანა. მე პირადად აქ ვხედავ უკვე პატრიარქის უფრო ინსტიტუციურ მმართველობას, იმიტომ რომ ძალიან რთულია აი მარტინ ლუთერის მოხსენების შემდეგ ვინმე გამოვიდეს მოხსენებით, ხო? ანალოგია რო გააკეთა, I have a dream და უცებ ვიღაცა რომ მოვიდეს მოხსენებით. ანუ ძალიან რთული იქნება მის წარმოდგენა. ამ ასე ვთქვათ ავტორიტეტული სივრცის შევსება. მაგრამ სავსებით შესაძლებელია გამომდინარე ახლა აუდიტორიის მზაობისგან რომ აი ინსტიტუციური მმართველობა, ინსტიტუციური ასე ვთქვათ მონაწილეობა, სხვადასხვა ასე ვთქვათ გამაშვალებელ რგოლში მონაწილეობის, ამის სივრცე და ამის მზაობა შეიქმნას და ქართული საზოგადოება აბსოლუტურად მზად არის ნებისმიერი ასე ვთქვათ აი ამ მონაწილეობის, კეთილი და კონსტრუქციული მონაწილეობისთვის და ნახოთ როგორ იქნება აქ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სტრუქტურების პოვნა, აი სინოდის წერილს ჩვენ საუბრობდით აქ მოუწევთ იპოვონ ახალი როგორც ენა სხვათა შორის. რა თქმა უნდა. ასევე ფორმაც. დიახ. გასაგებია რომ მათ მემკვიდრეობით ეს ავტორიტეტი არ დარჩენიათ. არა. პატრიარქს არ დაუტოვებია ეს ავტორიტეტი მემკვიდრეობით. მან დატოვა პირიქით რაღაცნაირი სტანდარტი დატოვა ავტორიტეტისა, მაგრამ თავად ავტორიტეტი მემკვიდრეობით არ გადაცემულა. მაგრამ დატოვა ავტორიტეტული ინსტიტუტი, ეკლესია. ანუ ჩვენს შემთხვევაში არის ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ მომენტი. მე როგორც ვაკვირდები რომ აი მაღალი პროცენტი ასე ვთქვათ ეკლესიის ნდობისა, მაღალი პროცენტი პატრიარქის ნდობისა ეს ამავე დროს პირდაპირ კავშირშია ჩემი აზრით ჩვენს ნაციონალურ იდენტობის ნდობასთან, ანუ ერთგვარი ეროვნული რწმენის ნდობასთანაც არის კავშირში რაღაცა. ამით გავერთიანდით გამომდინარე იქიდან სხვა ინსტიტუტებმა განსაკუთრებით საჯარო პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა ქართულ საზოგადოებას ამ უახლეს ისტორიაში არ გაუმართლა იმედები, ანუ ამ ნდობის ლეგიტიმაცია რამდენიც გადავეცით დაუშვათ ვინმეს, ეს იმედები არ გაგვიმართლა და ანუ გამომდინარე იქიდან რომ აი ეკლესია როგორც უპირობო მორალური მდგენელი, ანუ ეს პირდაპირ უკავშირდება თან პლუს ჩვენში აი ამ ნაციონალურ ღირსებას, ნაციონალურ ერთობას, ეროვნულ გააზრებას, ანუ რასთან ვართ ჩვენ კავშირში და რითი ვართ ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებული. და ეკლესიას ეს უზარმაზარი კაპიტალი დაუტოვა პატრიარქმა. ანუ ამ აუდიტორიის მზაობა არის. საზოგადოება ან მოთხოვნილებაც არის. რა თქმა უნდა არის. თუმცა არიან თუ არა კადრები ყველაფერს წყვეტს. აი პერსონალები ყველაფერს წყვეტენ. აი გულწრფელად ვიტყვი, აი დღეს უსმენდით ჩვენ მიტროპოლიტ ჩიოს მოსახლეს, ხო? რომელიც არ არის რომ გარანტირებული საარჩევნო მის საარჩევნო კამპანია კი პრაქტიკულად დაწყებული აქვს უკვე, ხო და აი მეუფეშიოს ღიმილი, მეუფეშიოს პატრიარქმა ეს დაუბარა, ну აშკარაა ხელისუფლება რომ მას მხარს უჭერს და ყველანაირად ეცდებიან რომ ის გახდეს მომავალი პატრიარქი, მაგრამ 39 წევრია სინოდში და იქ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, არსებობენ ძალიან ძლიერი მიტროპოლიტები, ვისაც ეგების და ეკუთვნის რაღაცნაირად. მაგრამ აი როცა ლაპარაკობთ ხარიზმაზე და მომხიბვლელობაზე ცუდად არ ვამბობ, აი მართლა უბრალოდ რაღაც ვადარებ ერთმანეთს, ხო? მიტროპოლიტი შიო არის მუსიკოსი. ახალგაზრდა ადამიანი. მისი მომხიბვლელობა ახლოსაც კი ვერ მივა პატრიარქის ამ რაღაცა შარმთან, რაც მას ჰქონდა. შარმი მნიშვნელოვანია, ხო? მათ შორის ამ შარმში სულიერება ჩანს.
რაც რელიგიური ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი სასულიერო პირისათვის ძალიან მნიშვნელოვანია წართხმა, როგორ ლოცულობს ის ეკლესიაში, ხო აქ მისი უნიკალურობა ჩანს. თავარი კი არ არის, შეიძლება ხმაც არ ქონდეს საერთოდ და სულიერები სხვაგან იდგეს, მაგრამ აი პატრიარქის წართქმას გამოარჩევდი 1000 სასულიერო პირში. რომელსაც ასე ხმაც ქონდა მუსიკაც, მაგრამ ეს საერთოდ მუსიკოსია, მაგრამ მისი წართქმა ესე დასამახსოვრებელი არ არის. ეხლა ეს ერთი მაგალითი რისთვის მოიყვანა. ბევრი შეიძლება ეს მომხიბვლელობის ნაწილი, მიჯაჭვულობის ნაწილი. ეს არ მარტო მიტროპოლიტ-შოზე კი არ ვამბობ, ეს არც ერთს არა აქ დიდად. ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია სხვათა შორის. ანუ პატრიარქის ქადაგებაში, მეტყველებაში ნამდვილად იყო ის განსაკუთრებული ავტორიტეტული მუსიკალურობა, ანუ პაუზებით საუბარი, ხო? საშიშროება, რეალური წამის შემდეგ რეალური. ანუ მსგავსი, ასე თქვათ, პაუზებით საუბარი, ანუ ხელოვნურად შეუძლებელი. ანუ არ ვიცი ხა ეს ვის რამდენად გამოუვა, მაგრამ მე მგონი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, აი მსგავსი ნატურალური, ასე თქვათ, საუბრის ამდაგვარი ტემბრი, მე მგონი არავის არ აქვს და ეს არის აი ამ სტატუსში ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ასეთი სერიოზული ინსტრუმენტია. და ხო, პატრიარქის ასე თქვათ გამოთქმა, გამოსვლა აი ამ მუსიკალურობასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო და განაწყობდა ადამიანებს მოსმენისკენ. და ნახოთ ახალი პატრიარქი მე მგონი, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ რთულია პატრიარქის შემდეგ უკვე იგივე როლს ვერ აითვისება. არც უნდა სცადოს, მე მგონი იგივე როლის ათვისება, ეს ძალიან წამგებიანი იქნება. მან უნდა წარმოადგინოს თავისებური ხედვა, თავისებური წყსობა. თავისებური წყსობა კი უნდა იყოს წარმოდგენილი ახალი, ასე თქვათ, მზაობით, ახალი ინტერპრეტაციით, ახალი, ასე თქვათ, კომუნიკაციის ენით. მე როგორც წეგან მოგახსენეთ, ეს ენა უფრო მეტად არის დაკავშირებული ინსტიტუციებთან, ჩვენ გვაქვს სერიოზული კულტურული კონფლიქტი, ჩემი აზრით, და ამ კულტურულ კონფლიქტში ეკლესიას ელოდება საზოგადოება, რომ კულტურულ კონფლიქტში ზუსტად მომრიგებელი შუამავალი იყოს, რომ არსებითად გაქრეს ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ცუდი სტიგმები, რომელიც დაკავშირებულია დაუშვათ თანამედროვე ლიბერალურ ხედვებთან, თანამედროვე, ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმიტომ რომ იმ ტრადიციულ თემთან ერთად თავად ეკლესიის შიგნითაც გაიზარდა აი ლიბერალური ხედვის, ასე ვთქვათ, კადრებიც, მაგრამ აი ეს რამდენად მერე განვითარდა და მოახერხეს მათ. აი რაღაცა ტიპის ტაბუები და რაღაცა ტიპის აკრძალვები ვეღარ იმუშავებს. მაგალითად, მრავალი წლის განმავლობაში მე მახსოვს, რომ როცა რაღაც კრიტიკულ სიტყვები რომელიმე სასულიერო პირზე, ეს არ შეიძლებოდა და ნუ განიკითხავ, არასწორად გაგებული ეს განკითხვის მოდელი. და ესენი ეხლა ვეღარ იმუშავებს. ეკლესიამ უნდა მიიღოს ეს როგორც მოცემულობა. ანუ ეკლესიამ მათ შორის ესეთი კრიტიკული გააზრება, მათი მორწმუნეების მხრიდან ესეც უნდა მიიღოს. ის რომ ნახეთ ეკლესიაში არის ბევრი პრობლემა, ეს არის საზოგადოებრივად ფართოდ მიღებული ამბავი. ეს უნდა დაინახოს, მათ შორის ვინც იქნება შემდეგ პირველი იერარქი. მათ შორის სინოდის ყველა წევრმა ეს მარტო ყველა ეს უკვე ფართოდ ბევრი ადამიანი ფიქრობს ესე. ამის უარყოფა რომ ესენი ყველანი არიან რაღაცა მტრები, მოსყიდულები, ეს ასე აღარ გამო, ასე ფიქრობს ღრმად მორწმუნე ადამიანიც და რა ვიცი, ისინი რა აკაცუკებს ეძახიან ისიც, ანუ ეს პრობლემებს ვერ დამალავ ასე მარტივად რა. პატრიარქის ავტორიტეტი და ეკლესიის სადმე ნდობა იყო აბსოლუტურად ორივე მხარეს, აი ამ კონფლიქტის ორივე მხარეს, ვინც აპროტესტებს და ვინც არ აპროტესტებს, რა მნიშვნელობა აქვს ამას. პრობლემები, რომელიც ეკლესიაში ხედავს ერთის და მეორე მხარეს, მაგრამ აი პატრიარქის შემთხვევაში ყოველთვის იყო დიდი ავტორიტეტის, ანუ მამისეული ავტორიტეტის ძალიან დიდი, ასე თქვათ, გავლენა, რომელიც აი ამ პრობლემები არის, მაგრამ ჯერ მოდი ჯობია არ ვისაუბროთ ამაზე. ან ესე მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა შიდა პრობლემაა და ამაზე თავი უნდა შევიკავოთ. აი ეხლა ნამდვილად რაღაცა სხვა ვითარება იქნება და ამ სხვა ვითარებაში საზოგადოება ელოდება აი ამ ასე ვთქვათ მონაწილეობას. და ხო ამ ვითარებაში პრობლემებზე ანუ პრობლემების დამალვა შეუძლებელია, ასევე როგორც შეუძლებელია და ჩემი აზრით არასწორი იქნება გარკვეულ სტიგმებში, გარკვეულ კატეგორიებში მოთავსება ადამიანების, რომლებსაც აქვს განსხვავებული აზრი. კი. აი
შეუძლებელი. ანუ ეკლესიამ უნდა დაიტიოს, რომ განსხვავებული აზრი, მათ შორის კრიტიკული აზრი მათ შესახებ არსებობს. აქამდე ის ამას დატევაზე უარს ამბობდა. ის ამბობდა, რომ ვინც აი ამ კრიტიკულად ფიქრობს, ის აღარ იქნება ჩემი ნაწილი და ამის ფუფუნება მათ ვეღარ ექნებათ. აქამდე ამის ფუფუნებას მათ აძლევდათ პატრიარქის ავტორიტეტი. რომელთაც მათ შორის აშინებდნენ ადამიანებს, აი შიშის ფაქტორიც იყო მათ შორის, ხო? რიდის ფაქტორი იყო მათ შორის. პატივისცემის სიყვარულის ფაქტორიც იყო, ბევრი რაღაცა იყო ერთად. ეს აღარ არის. და აი ხა მათ შორის აი კანონიზაციაზე რო ლაპარაკობენ, აი რას ხედავ, ვიცი, იმის სურვილს კი არა, კანონიზაციის აუცილებლად შემეს დადგება. და ზოგადად კანონიზაცია ეს ძალიან სპეციფიკური პროცესი არის წმინდანად შერაცხვა, ხო? იმიტომ რომ აქ თუ ავიღებთ წმინდანთა დასს, ნახავთ რომ იქ ნაწილი არის ეკლესიის დიდი მამები, ხო, თქვა თეოლოგები, ბერები, მონასტრებში ცხოვრები ხალხი, არიან მოწამეები, ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც შეეწირა ქრისტიანობისთვის ცოლად. არიან ასეთი სახალხო წმინდანები, მამა გაბრიელი როგორც არის, ხო, თქვა სახ. და სახალხოობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი ყველა შემთხვევაში. სახალხოთ აღიარებული ეკლესია თუ ის არის წმინდანად აღიარებული სახალხოთ, ეკლესიამ უწევს ამის მიღება, როგორც ფაქტი, ეს ერთი დიდი ინდიკატორი არის სახალხოობა. თავისთავად. და ერთი რამ ფაქტია, რომ ილია მეორის შემთხვევაში სახალხოობა უკვე ლამის არის. და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ ნახეთ, ოღონდ ეს მისი კანონიზაცია არ უნდა გახდეს ის, რომ ეს იყოს პასუხი ყველაფერს. იმიტომ ეს პასუხად არ გამოადგებათ. თავისი უნდა შექმნან რა, ეს თავისი შექმნას ნიჭი უნარი. ახლა ეს ცოდნა ჭირდება. ანუ საკუთარი ასე თქვა დღის წესრიგის შექმნა გამომდინარე ახლა ალბათ არის რაღაცა შოკური მდგომარეობა. თქვენ წინა მხსენებლებმაც აღნიშნა გარკვეულწილად რაღაცა დაბნეულობა ახალი კანდიდატის არჩევაში, რაღაცა ისეთი ფორმატები, რომელიც ერთგვარ გაუგებრობას იწვევს. მაგრამ ალბათ რაღაც პერიოდი საზოგადოებაც მრევლიც გაგებით უნდა მოეკიდოს ერთგვარ რაღაცა ძიების პროცესს. სადღაც არის როგორ მოძებნის ახალ ენას, როგორ გამოიმუშავებს, რას შეგვთავაზებს ახალს, მაგრამ ამის შემდეგ ეს პროცესები, რომელიც ალბათ იქნება ჩვენს რეალობაში, პირდაპირ იქნება კავშირში იმ რეალობასთან, რა რეალობაც განვითარდება აი ამ საჯარო საერო სივრცეში. საჯარო საერო სივრცეში არ იქნება, მე მგონი იმის ფუფუნება, რომ კომენტარი ან კონკრეტული მიუმხრობელი მესამე, ან ავტორიტეტი მესამე, ან მორალური, ასე თქვათ, პოზიცია არ იყოს წარმოდგენილი. და ამ გამოწვევის წინაშე, როცა დადგება, აი ამ გამოწვევის წინაშე ალბათ იქნება იმ ახალი, ასე თქვათ, კადრის პირველი გამოსდაც. კი, პირველი გამოსდაც. ეს მალევე დადგება თან აქ. გამომდინარე კულტურული სიცოცხლე გრძელდება ამ გაგებით, ხო? და ეკლესია მარადიულად ცოცხალი არის. ცოცხალია. ის დამარხონ კუთხემა თავისი მკვდარი ყულად კი არ ამოსვა ცხოვრება. სასტიკი სიტყვებია მოსასმენად. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მომავალზე ორიენტირებული ეს ყველაფერი, ხო? და პირიქით სწრაფად არის გამოსავლების საპონი. და ამიტომ აი ეხლაც ვიღაცა იტყვის რა თქვენი საქმეა იმ შეიძლება თავად რატოაზე აი სწორედ ეს დაღუპავს პროცესს. ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოება. ამას ვერ აირიდებენ თავიდან და სჯობს თავად ეკლესიამ გახადოს ეს დისკუსია თავისი შიდა პროცესის ნაწილი. და მათ შორის პოლიტიკური კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ეკლესია სწრაფად არ დისტანცირდა პარტიულობისგან და მე ამ შემთხვევაში არ ვამბობ რომ ვიღაც ზოგადად პარტიულობისგან. ეს მას ძალიან დიდ ზიანს მოუტანს. მან უნდა აღიდგინოს ის ღუდეები, რომელიც ზუსტადაც რომ ილია მეორემ ამოაშენა და დარჩეს შედარებით ნეიტრალური. იმას კი არ ვამბობ რომ რომელიმე სასწავლებელი აზრი არ უნდა გამოთქვას, აზრი არ უნდა ქონდეს პოლიტიკური, უნდა ქონდეს, მაგრამ როგორც ინსტიტუციამ უნდა აღიდგინოს ღუდეები. ეს პასუხისმგებლობა ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს აშკარად. პოლიტიკურ კომპონენტის მნიშვნელობას მეთანხმებით? როგორ კი, რა თქმა უნდა. აი ჩვენ ხო ხედავთ აი ამ პროტესტშიც სასულიერო პირებს, რომლებიც იღებენ მონაწილეობას. ეს თავისუფლება რომ აი იყო მრევლთან ერთად კონდეს შენი პოზიცია, წარმოადგინო შენი პოზიცია. ალბათ ეს ერთგვარი ალბათ თავისუფლების სივრცე უნდა შეიქმნას, ასე თქვათ, ეკლესიის წიაღში, მრევლთან ერთად პოზიცია, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელიც ალბათ საჭიროებს უკვე თანამედროვე, ასე თქვათ, წარმოდგენას, როგორც ადამიანის უფლებები, თანასწორობა, რაღაცა ესეთი საკითხები. არის ალბათ ისეთი გამოწვევები, ჩვენ ცხადია, რომ
ვერ წავალთ ახლა იმ ფაქტს, რომ ეკლესია ტრადიციული თემის ნაწილია. და ეს ტრადიციული თემის ნაწილობა ამავე დროს თან მაინც გულისხმობს ერთგვარ კვალიფიციურ მიდგომას ამ საკითხის მიმართ. ანუ ჩვენ ვხედავდით არსებულ რეალობას, არსებულ სინამდვილეს. არსებული სინამდვილე მეცნიერული სინამდვილითაც იქნება. ამ არსებულ სინამდვილესთან არის საჭირო ძალიან სწორი მორალური და პოლიტიკური პოზიციას თუ შეიძლება ასე ითქვას და მე იმედი მაქვს რომ ასე იქნება. ამისი ყველა თავისუფლება აქვს. პატრიარქმა ილია მეორემ შექმნა ძალიან ავტორიტეტული ანუ მთელი საქართველოს მოსახლეობა განწყობილია იმისათვის რომ მათ მოусმინონ. უბრალოდ საჭირო არის ის ნება რომ ეს ნაბიჯები მათ შემოგთავაზონ და წარმოადგინონ. ხოჟორჟ აქ არის რაციონალურობისა და სულიერების კომპონენტების შერწყმის აუცილებლობა. რა თქმა უნდა. მე არ მჯერა რომ ასეთი ორგანიზმები არსებობს სულიერი ინსტინქტების გარეშე და თავისთავად სულიერების გარეშე. ყოველგვარი წარმართული რა ვიცი წარმართობაშიც იყო სულიერება ესე კი არ არის. როგორც ინგლისელი მწერალი ჩესტერტონი იყო და ყოველგვარი სულიერი როდი ნიშნავს სულიწმიდას. და აი ეს გაგება ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცნაირად შეიგრძნონ განასხვაონ ერთმანეთისგან და ამას ერთად რაციონალურობის კომპონენტიც მისტიფიკაცია და გადავარდნა ამაში არასწორია, მაგრამ ამავდროულად მისგან სრული დაცლა ასევე არასწორია. აი ამ გზის პოვნა თუ არის შესაძლებელი ამ კრეფსითობაში, რასაც სინოდი ქვია, ეს ძალიან საინტერესო იქნება. ხო, ანუ ჩვენს რეალობაში აი ეს ავტონომიურობის შეგრძნებაც გვინდა ჩვენ აი ავტონომიურობა ცხადია მთელი ასე თქვა საზოგადოების ნდობა გარანტირებულია, მაგრამ ავტონომიურობა დაუშვათ იმ საეკლესიო ორგანიზმში, რომელშიც ასევე ფიგურირებს რუსეთის რაღაცა ფაქტორები, ხო? და ავტონომიურობა გვინდა ამისი მთელი ასე თქვათ ველი მომწიფებულია, რომ ავტონომიურობა მეტი იყოს. პოზიცია დაუშვათ იმის სასარგებლოდ, სადაც ეს ავტონომიურობა და სიმართლე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ეგზისტენციალურ ასე თქვათ ყოფიერებასთან. ჩვენი სახელმწიფოს საფრთხე რუსეთია, სხვა არავინ არ არის და ამ საფრთხესთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გქონდეს აბსოლუტურად ადეკვატური აღქმა. და ამ აღქმაშიც უნდა იყოს თანმიმდევრულობა. კი, მათ შორის ამ დღეებში ხშირად ვამბობთ, რომ აი უწმინდესმა აღადგინა, დააფუძნა სასულიერო სემინარია, აკადემია, სასულიერო სასწავლებლები, მაგრამ კითხვა უნდა დაისვას პასუხობს კი ეს სასულიერო სასწავლებლები იმ საჭიროებებს, რაც დღეს ეკლესიას აქვს, იმ გამოწვევებს, რაც დღეს ეკლესიას აქვს. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ განათლებულ სასულიერო პირზე, ხშირად ვამბობთ, რომ აი მოსკოვში ისწავლა, აბეზნეთში ისწავლა და აქ ადგილზე უნდა ისწავლოს, მათ შორის ამის შესაძლებლობა უნდა იყოს. თავის დროზე კახეთში სემინარია რო გაიხსნა 90 დიდი ასაკის იყო კახეთის ეპისკოპოსი სახელი და გვარი აღარ მახსოვს და პირველი დაждდა პირველ მერხზე ერეკნა მეფის დროინდელ ამბავს ვიძახი პირველი დაждდა ანუ ამის გაგება რო განათლება საჭირო ამ ქვეყნებში სულ არსებობდა და ახლა თითქოს ეს არ არის ხაზგასმული და ამის ხაზგასმა ალბათ მნიშვნელოვანია მათ შორის როცა ლაპარაკობთ რუსეთზე აი ეს განათლების მოდელები ჩვენთან ძალიან ლიტერატურის თარგმნა ყველაფერი აი ძალიან გადმოსულია და ამასაც ჭირდება ალბათ ყურადღების მიქცევა, მაგრამ ნუ ძალიან რთული საკითხებია ეს ხო ალბათ. დიახ, ნამდვილად რთული საკითხებია. რთულია და საყურადღებო ალბათ და ამ საკითხებში აი გამომდინარე იქიდან რომ მაინც ეკლესია ტრადიციულ თემს განეკუთვნება და გარკვეულწილად რაღაც საკითხები ყოველთვის იქნება. აი ამ თემის ფარგლებს შიგნით, რაღაც საკითხები ყოველთვის იქნება გარკვეულწილად ტაბუებს შიგნით. ეს არის ამ თემის, ასე ვთქვათ, და აი ამ ეკლესიის ინსტიტუტის დღის წესრიგი. ჩვენ რაღაცა იმ გადაჭარბებულ ლიბერალიზმს ვერც მოვთხოვთ. ჩვენ ამისი არც არავინ არ ითხოვს. ეკლესიის საჭიროება სწორედ იმაშია, რომ და კონსერვატულობის მნიშვნელობა სწორედ იმაშია, ტრადიციის მნიშვნელობა, რომ ამ თვალებად სამყაროში რაღაც სწრაფად არ უნდა იცვლებოდეს. და სწორედ ეს დიდი საფრთხე. პირიქით ამაშია ეკლესიის საჭიროება სწრაფად ცვლება არა. მაგრამ ცვლილებაშიც არ არის საქმე. აქ საქმე არის რა არის ტრადიცია იმის განსაზღვრაში და რატომ არის ტრადიცია, საქართველოს ტრადიცია, რატო არის ის რაც
რუსეთში მოიგონეს 20 ეხლა და 20 წლის წინ ეს არ არის საქართველოს ტრადიცია. საქართველოს ტრადიცია უნდა ვიპოვოთ რა და ის დავიცვათ. ქართულ ეკლესიას აქვს მნიშვნელოვანი საქმე გაკეთებული ამ მიმართულებით, რომ დავადგინოთ ჩვენი ღირებულებითი, ასე ვთქვათ, სამყარო. და ნამდვილად ჩვენ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, კულტურული კაპიტალი გვაქვს. ძალიან დიდი კულტურული კაპიტალი გვაქვს და ამ კულტურულ კაპიტალს კი ვუფრთხილდებით და ამ კულტურული კაპიტალის პირდაპირ მისამართი არის დედა ეკლესია, თავისი ისტორიული არქიტექტურით, თავისი ისტორიული ნარატივით. ამ საკითხებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საკრალური გააზრებისთვის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმ თანასწორობას და იმ თავისუფლებას იმ მიმართულებით ალბათ ველოდებით, როგორიც არის ავტონომიურობა, როგორიც არის, ასე ვთქვათ, მოსმენა, მეორე მხარის სტიგმატიზაციაზე აბსოლუტური უარის თქმა, მოსმენა, ყურადღება, ჩართულობა, ინტეგრაცია, აი ამ საკითხებში ველოდებით და ალბათ ეს საკითხებისთვის არის ყველაფერი მზად. დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და ამ შემთხვევაში როცა ვლაპარაკობთ მომავალზე და აწმყოზე წარსულთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, მათ შორის ტრანსფორმაციული პერიოდებში ასეთი ავტორიტეტების გაჩენა. უშუალოდ წარსულიდან გამომდინარე მომავალზე, ანუ რა გარემოებების თანხმდევრად ჭირდება ამას ამაზე ვილაპარაკე და ხედავთ შესაძლებლობას საერთოდ მომავალში, რომ ეს კონფიგურაცია კვლავ შესაძლებელი გახდეს საქართველოში როგორც სოციოლოგი. ანუ ამგვარი ავტორიტეტის გაჩენისა. ამგვარი ავტორიტეტის გაჩენისა კი არსებობს ამ შესაძლებლობა. და ამდაგვარი ავტორიტეტის გაჩენა არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარმატებასთან. ესეთი ტრანსფორმაციული პერიოდები, რომელშიც უმძიმესი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კრიზისებია, მაშინ არის მზაობა საზოგადოების ავტორიტეტის მიმართ. მზაობა საზოგადოების, რომ თავისი ქცევის ორიენტაცია, ანუ გაერკვეს თავის, ასე ვთქვათ, ღირებულებით სამყაროში, სივრცეში, რომელშიც ის არსებობს, ავტორიტეტზე ორიენტირებით და არსებობს, ცხადია, მაგრამ ჩვენი იმედი სწორედ ის არის, რომ ჩვენ ავტორიტეტებს უნდა ჩავეხსნათ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით პოლიტიკურში მით უმეტეს, ახლა პოლიტიკურში უმძიმესი მოვლენები გვაქვს და რა ვითარებაც არის ეს ცალკე ასე თქვა დისკუსიის საგანია და ინსტიტუციები, რომელიც იძლევა უფრო მეტ ასე თქვათ რეკრუტირების, ცვლილების, პროგნოზირებადობის საშუალებას. მადლობა ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და ძალიან საინტერესო პროცესებია წინ ისტორიკოსებისათვის, თეოლოგებისათვის, სოციოლოგებისათვის და ზოგადად გონი ყველა პროფესიის ადამიანის და ყველა მოქალაქისათვის საქართველოს. ირაკლი მეფარიშვილი სოციოლოგი იყო ჩვენთან ერთად.